მივაყენოს ვინმეს. ესეც ნუ მაწყვეტინებთ. რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მივაყენეთ აქ ვინმეს. რომ აქ არ არის და მადლობა ამისთვის საქართველოს პარლამენტს და მის ადმინისტრაციას ნორმალური პირობები შექმნილი, რომ ჩვენ ვიმუშაოთ და ვისაუბროთ კომფორტულ პირობებში. ამას ვერავინ ვერ იტყვის. გუშინ აი სალაპარაკო ენაზე ვიტყვი. მე ძალიან ბევრი რაღაც როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე. ტონი გავატარე. ტოების ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე. ამიტომ მოდით ახლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო რომ თქვენ ტონს აუწიოთ. თუ მობძანდით მუნდირით, პატივიაცით მუნდირს პირველ რიგში. გასაგებია? რა გინდათ ვერ გავიგე. რა მინდა და ეხლა დაგისვათ კითხვას და უპასუხეთ და გისვამენა კითხვებს. აქ არც ერთი ის არ გეგონოთ ისა რბილად ვიტყვი და ბოდიშს ვხდი აქ წევრებს. თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე რა. წერტილი. ესე იგი ჩვენ ვამბობდით რას? რომ როდესაც თქვენ სიტყვებს ვიმეორებ და მე ხლა არ მინდა და თუ გნებავთ ამოვწევ და ჩანაწერს გაჩვენებ, სადაც თქვენ ამბობთ, დამიბაროს ქართულმა ოცნებამ და ვისაუბრებ ხარვეზებზე. აი დაგიბარეთ და ისაუბრებ ხარვეზებზე. არ გაინტერესებთ და ტონს დაუწიე და ეხლა მე აუწევ ტონს. ისმეთ. და დაუბრუნდეთ თქვენობით ლაპარაკს და მშვიდ საუბარს. ისმეთ. მომინდომეს აქ ბიჭურად საუბარი. ეთონდა მეორე კიდე. ბოდიშს ვხდი საზოგადოებას. 7 რიცხვის მასმერე რაც სააკაშვილს დაშორდით გორში თუ მანამდე. დაშორდი. მასმერე, ანუ დღის მეორე ნახევარში 7-ში. სუჩვენების შესახებ გაგაფრთხილეთ მე მგონი, ხო? კი. თქვენ ამ ხალხზე იქონიეთ თუ არა საუბარი ვინმესთან? გენერალ გოგოვასთან. 7-ში. მასმერე რაც დატოვეთ სააკაშვილს. პირველში. მან აქ რომ შემოგძანდით მოგცათ უფლება ყველაფერი მე დამაბრალეო თუ როგორ არა რას ქვია დამაბრალე სამხედრო თორმა სამხედრო ფირმა რომ მაინც რომ აი სხვანაირად გელაპარაკოთ არ მინდოდა არა ვადებრება იქ ალბათ შეგვიგნა სამხედრო ვარ და უშუალოდ სამხედრო საკითხში თქვენ ახლა ჩვენ კიდევ ვატყობთ დიდი დრო დაგვჭირდება თქვენზე დასახარჯად და ამიტომ ომში ნამყოფმა კაცებმა ჩემზე მეტად მოტყეთ ნერვები რა კი ბატონო ვერ მოახერხეთ მოგესალმათ მაინც სამხედრო წესით მოგესალმათ მაგრამ არა უფრო მეტი ხომ გასაუბრება მოხსენება ან რა დღეში ვართ რა სჭირს ჩვენ სამშობლოს რა ხდება მითხარი მამუკა ასეთი საუბარი არ ყოფილა არც სამხედრო წესით ფორმალიზებული საუბარი დიალოგი არ შემდგარა მისგან ეს ინიციატივა ყოფილა არ ყოფილა მე აქონდა მაგის შესაძლებლობა მე თქვი რა რას არ მინდა ახლა კიდე დაუბრუნდები ჩემს ორდღიან სტილს რა კი ესე იგი ხო და ის არის ხო გასაკვირი არ არის ეხლა რაც ხდება ანუ ყველა ადამიანისთვის ვინც რაღაცნაირად ისედაც არაპატრიოტად აღიქოვდა ამათ მაგათთვის უკვე 12 წელია არც კი აგვისტოს ომის მერე მალევე დაიწყეს ლაპარაკი სიბინძურეების ქართულ ჯარზე მთავარსარდლობაზე გენერალიტეტზე და ზოგადად საქართველოს პოზიციაზე ამ ომთან დაკავშირებით ხო ვიცით რომ მათთვის ორი ვერსია ანუ ქართული ვერსია ნამდვილი ვერსია სადაც ცხეპლი ვართ სასახად რუსეთი დაგვეცხათ თავს და არის მეორე რუსული ვერსია, სადაც რუსეთი არის მშვიდობის ყოფილი და მაგ ვერსიას იმეორებს ქართული ოცნება. ოღონდ იმეორებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ხო? ამიტომ ეგ ახალი არ ყოფილა. ანუ მთლიან წლების მანძილზე ვინც არ იცით მაგალითად და იცოდეთ, რომ ჭირის უფლებს უწევდა თავის მართლება და ეს ყოველთვის ხდებოდა ხოლმე აგვისტოს ომის აღნიშვნის დღეს სასაფლაოზე, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი ეგრეთ წოდებული მთავრობის წევრები მიდიოდნენ ხოლმე და ზუსტად მაგ დღეს იძახდნენ ყველაზე ბინძურ რაღაცებს, ხო? რაღაცა უაზროდ დახოცილი ხალხია და რა ვიცი, რისთვის მოქმედ ვერ გაიგო და ასე შემდეგ და მე ჭირისუფალი იყო ის, ვინც ლაპარაკობდა, რომ არა, ჩვენი შვილები გმირები არიან, ჩვენი ქმრები გმირები არიან, ჩვენი მამები გმირები არიან და მოკლედ ამას უყურებ დიდი ხანია, ვინც ცოტა ხნის წინ გადმორთო ახლა ოპოზიციურ არხებზე, იმისთვის უცხო იქნება ზოგადად ეს თემა. მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის ხო და ამიტომ ეხა ეს კომისიაც აკეთებს არის მათი ბინძური რაღაცა ნარატივის გაოფიციალურება რუსეთისთვის ხო იმიტომ რომ დასავლეთმა გამოიძია სტრასბურგი და ჰააგა იყო და ვიცით რომ ჩვენ ქართულ ჯარს არც სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია არც რაღაცა მძინარე ქალაქები დაუბომბავს და არც ტყვეები დაუხოცია და ეხა ისინი რასაც ბოდიალობენ ეს არის რუსული ცალსახად ნარატივი და უნდათ რომ რუსეთს გაუმზადონ ეს ისა ხო რა ქვია ანუ ეგ ორი ამოცანა შეიძლება გქონდეთ რომ ერთი მხრივ რუსეთს მიცენ საფუძველი რომ თქვათ მე უკვე დიდ ნარატივში თქვან რომ აი ჩვენ როგორც საქართველოში გვებრძოდენ ისე გვებრძვიან deep state-ი რა ვიცი მე იმაში უკრაინაში და ამიტომ როგორც საქართველოში არ იყო ჩვენი ბრალი
და რაც ბუშის ადმინისტრაციის ბრალი იყო, ისე იყო უკრაინაში რაღაც ვიღაცა ტიპების ბრალი. და პლუს ეს არის სამართლებრივი ბაზა აფხაზეთს და ოსეთს აღიარებისთვის, ხო? იმიტომ რომ რა ვიცი საკონსტიტუციო გჭირდება გახსოვთ ალბათ არჩევნებამდე ამდენ საკონსტიტუციო გჭირდება იმისთვის რომ მოვაგვაროთ პრობლემად ხა კონსტიტუციის შესრულად თუ გჭირდება ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების მოგვარება ეს ერთადერთი სტატუსს თუ შეუცვლით თორე კონსტიტუციაში რა უნდა ჩაწერო ხო შევრიგდეთ თუ არ შევრიგდეთ თუ რა უნდა ხო ამიტომ ეგ ვიცით რომ ისედაც ეგ უნდათ ხო და ნუ უფრო მეტ სამართლებრივ ბაზას თუ ეს დოკუმენტი საერთოდ შეიძლება სამართლებრივ დოკუმენტად განვიხილოთ ხო ესა ჭორაობა რა სოზარ-სუბარის ხო, ამიტომ ეგ ისა და შეგინთ უნდათ რომ რაღაც აკრძალონ ესენი პარტიები და ამისთვის ამას იყენებენ და აქვთ იმედი რომ რაღაც რო აკრძალავ პარტიას, მე ქვეყანას შორებოდ დადეხარ ქუჩაში და არავინ არაფერს არ გეჭის. მაგაც მაგათი არჩევანი არის. მაგრამ მნიშვნელოვანი რაც არის, რაც მინდოდა მელაპარაკა, არის ზოგადად რაღაცების მიმართ დამოკიდებულება, რომელიც არ ვიცით რა, ანუ სამწუხაროდ ესე ხდება და მოხდა რომ უფრო იმპულსურად ცხოვრობთ საერთოდ როგორც ქვეყანა, როგორც ერი და რაღაცები არ გვაქვს გააზრებული რა და ისევ ბრალეულობას და იმაზე არ არის უბრალოდ ესე მოხდა რა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო რომ რაღაცებზე ვერ ჩამოყალიბდით რაღაცები უბრალოდ გვაქვს იმის გარეშე რომ ვიცოდეთ რა გვაქვს მაგალითად ხო ანუ თავისუფლება რა არის აი რომ დაისვა ადამიანი და უთხრა აი მომიყევი თავისუფლების შესახებ რა ვიცი იმ მომენტში დაიბადება დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით და აღმოჩნდება რომ ესე განზოგადებულად არ ულაპარაკია ამაზე რა ხო დამოუკიდებლობა რა არის სუვერენიტეტი რა არის და მე ეს პოლიტიკოსები ჟონგლიორობენ რა ამ ცნებებით და გონია რომ რაღაცა იცის რა მაგრამ ესე არ არის ხო და ერთ-ერთი რაც არის ძალიან საინტერესო და სამწუხაროდ ისევ 12 წლის განმავლობაში რაც უბრალოდ მოკლეს ამათმა არის სამხედროების მიმართ დამოუკიდებულება რა ანუ ჯარი რა არის და რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს ჯარის ეს გვერდზე უკანა პლანზე გადატანა არ არის შემთხვევითი რა იმიტომ რომ ჯარი ასრულებს ძალიან კონკრეტულ ფუნქციას და ხო საიდან დავიწყო იმას უნდა დავაკვირდეთ ხო ზოგადად ერი რო იყოს ერი ხო ნუ ამათ აქვს ეს რაღაც ვერსია რომ 3000 წელი უბრალოდ რაღაცა ხალხი აქვს ცხოვრობდა ყველანაირად ერთი ერი სხვადასხვა ხალხები ვიყავით ამ ტერიტორიაზე ზეზო და მზია თუ ქართველები იყვნენ რა ვიცი ვიგამოთ თუ კიდე მაგაზე მაგრამ ნუ ის რომ ჩვენ როგორც ერთ ერს დღეს რაღაც მსგავსი იდენტიფიკატორები გვაქვს მთავარი ფუნდამენტი ამის არის ის რომ ჩვენ გვინდა რომ ერთი ერი ვიყოთ ანუ შეიძლება იფიქროთ რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტ რომ ერი იყო სულ რომ გადაგასახლონ და დაგშალონ 2000 წლის შემდეგ მოახერხებ იმას რომ გაერთიანდე ხო როგორც ეს ებრაელებმა გააკეთეს მაგალითად ანუ ნების ამბავია რა თორე ურარტუელები დღეს სად არიან კაც მარიცის ხო იმიტომ რომ როგორც ჩანს არ აღმოაჩნდათ საკმარისი ნება და ძალა რომ უბრალოდ ეს თავისი იდეა საკუთარი მიკუთვნებულობის შესახებ დაეცვათ ხო შეენარჩუნებინათ ხო და ჩვენ შემთხვევაში ხა მთავარი არის ის რომ ჩვენ ვართ თუ არა ერი ანუ გვინდა თუ არა ერი ვიყოთ რა ანუ რუსებისთვის ღვინის ჩამომსხმელი ისინი მედუქნეები ვიქნებით თუ არა კი არა ერი ვართ თუ არა რა თავის ღირსებით ყველაფრით რა რაც ნებისმიერ ერს ახასიათებს მაგიტომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება რომ იქ ერები თანასწორები არიან რა და მაგიტომ არ გვინდა იმპერიის რომელიღაც ერთი ნაწილი ვიყოთ რომელიც რა ვიცი ლიზგინკას უცეკვებს ხოლმე მე რომელიღაც მეტროსთან და გააბედნიერებს რუს ტურისტს ხო იქ შეიძლება ერის რაღაცა ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი იყოს მაგრამ ვეროთ რომ მნიშვნელოვანი რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ როგორც ერს ხო და ამისთვის არის ნება საჭირო და ნება საკუთარ თავს ავლენს ბრძოლაში ანუ ნება შეიძლება ბევრი რაღაც ჰქონდეს მინდა რა იძახე რა მაგრამ თუ ეს ამას სულს რაღაც არ უმაგრებს ამ ნებას ხო მაშინ რა ვიცი ბევრი სრულები ქონია ცხოვრებაში მაგრამ არ სრულებულ ხო და ჩვენი ისტორიას რო გადახედოთ ეს ნება თავის თავს ავლენს ან ძლიერ ჯარში ან მუდმივ აჯანყებებში რა დავით შეიძლება ამაზეც ვიკამათოთ საფხედავთ რომ ქართველებს უნდათ რომ ყოფილიყვნენ ქართველები და არ უნდათ საკუთარი თავის დაკარგვა ვერ ხედავთ იმ მეფეებში რომლებმაც უბრალოდ სახელმწიფო გადააბარეს რომელიღაცა იმპერიას და იმათგან იღებდნენ მე სიგელებს და იყვნენ ბედნიერები რა ხედავთ იმ მეფეებში რომლებიც ამისთვის იბრძვიან ანუ მუდმივ აჯანყებებში არიან და ხო ან ხედავთ მეფეში რომელიც ამბობს რომ მე საერთოდ
არ მინდა ეს რაღაც აჯანყება იყოს რაღაც ერთი კოალიციის მეორეში გაცვლა, არამედ არის მომენტი, როდესაც მე შემიძლია მყავდეს ისეთი ჯარი, რომ იქით შემეხვეწოს ხალხი დახმარებას რა. ეს არის დავით აღმაშენებელი, ხო? ხო და ორივე შემთხვევაში ბრძოლაში ავლენს ქართველი ერი და ნებისმიერი ერი საკუთარ თავს, საკუთარ ნებას იყოს ერი და იყოს დამოუკიდებელი. ანუ სამხედროებში ავლენს ამას რა. ანუ აჯანყების დროს სამხედრო ხდებოდა ის ვინც ჯანყდებოდა, იყოს ეს პროფესიონალი ან არაპროფესიონალი მოქალაქე და ჯარის შემთხვევაში ჯარისკაცები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კი მე გავწირავ ჩემს სიცოცხლეს იმისთვის, რომ ქვეყანა არსებობდეს. ხო, ჩვენ უახლოეს ისტორიაში ქართული ხალხის ნება და ეს არ არის შემთხვევით, რომ ზვიად გამსახურდა სწორედ მაგას ამბობს, რომ აღსრულდა ნება ქართული ხალხის, ხო, როცა დამოუკიდებლობას აცხადებს, ეგ ნება გამოვიდა 9 აპრილს. და მანდაც ბევრი კი ისევ ეს ლაჩრები მაგ 9 აპრილსაც აკნინებენ და ამბობენ, რომ სხვეპლი უაზრო იყო, მაგრამ ზემლში ადამიანებმა სიცოცხლე გაწიდეს იმისთვის, რომ სჯეროდათ, რომ საქართველოს იყო დამოუკიდებელი თავისუფალი სახელმწიფო. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რა. ხო, და 8 აგვისტო თავისი არსით არის ასევე მსგავსი რაღაცის მანიფესტაცია რა. რომ ჩვენ იმისთვის რომ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მზად ვართ სიცოცხლე გავიღოთ ამისთვის. ანუ ქართული სამხედროები, რომლებიც ამას წავიდნენ, ძალიან შეგნებულად წავიდნენ. და ზოგადად სამხედრო რო ხდები, შენ უკვე ამ რისკზე მიდიხარ. ანუ იცი რომ ეგ პროფესია გულისხმობს იმას, რომ შენ შეიძლება სიცოცხლე გაიღო და მაგაზე მიდიხარ. ამიტომ არის სამხედროობა აბსოლუტურად გამორჩეული პროფესია. ყველა პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, მაგრამ სპეციფიკა ახლავს მასთან. ხო და აი სპეციფიკა ძალიან კარგად არის ძალიან მაგარ წიგნში არის თქვენ შეტრიალებულად ხედავთ არის Starship Troopers ესე ქვია ვარსკვლავური დესანტი. ფილმი არის გადაღებული ვერჰოვენის ძალიან ჩემი საყვარელი ფილმია, მაგრამ წიგნი წელს წავიკითხე და ბევრად უფრო სხვანაირი წიგნი არის. ფილმი შეგიძლიათ ნახოთ, არის უფრო კრიტიკა ფაშიზმის, მაგრამ აქ ეს იდეა სახელმწიფოს მსახურების ბევრად უფრო სხვა დონეზე არის გაშლილი. და აღწერს საზოგადოებას, რომელიც არის გასამხედროებული. და არის ლოგიკა მოყვანილი აქ, რატომ უნდა გქონდეს ეს სტრუქტურა არის, რომ ვინც სამხედროდ იმუშავებს, მას აქვს უფლება, რომ იყოს მერე პოლიტიკოსი, ან პოლიტიკაში იყოს ჩართული, მაგალითად ხმის უფლება გქონდეს, ხმის მიცემის. და ასაბუთებს ამას და ამბობს ეს რაღაცას, რომ როდესაც შენ პოლიტიკაში მონაწილეობ, შენ იღებ პასუხისმგებლობას სხვებზე. მაგალითად, მე რომ მივედი არჩევნებზე რაღაც შემოვხაზე, მე არა მხოლოდ ჩემს მომავალზე ავიღე პასუხისმგებლობა, არამედ ავიღე ჩემი შვილის, სამეზობლოს, ყველას, მთელი საქართველოს. ანუ თქვენ რაც შემოხაზეთ, ეხლა კონკრეტულად ოცნების წევრებს რა უთხრათ, აი ეგ ხდება ეხლა ჩემს თავს, მაგალითად რა. ანუ 50 კაცი ციხეში მიტოზის, რომ თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა ამათზე. ხო, ანუ თქვენ კი გეგონათ, რომ თქვენ თავზე იღებდით მხოლოდ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აი თქვენი თანა მოქალაქეები რო დღეს იტანჯებიან, აი მაგასაც აიღეთ პასუხისმგებლობა. ეგრეა, არჩევნები მაგას გულისხმობს. ხო და შესაბამისად, იმისთვის რომ ეგ არჩევანი გააკეთო და საერთოდ მაგხელა პასუხისმგებლობა გქონდეს, რომ ჩემს სიცოცხლეზე წაიღო, შენ უნდა დამიმტკიცო ჯერ, რომ რაღაცა გაგიკეთებია ჩემთვის. და აი მაგას რომ დამიმტკიცებ, მე მოგცემ უფლებას, რომ ჩემს სხვა რაღაცეებზეც აიღო პასუხისმგებლობა. და ეს ჰაინლაინი ამბობს, რომ ჯარი არის უმაღლესი გამოვლინება იმის მტკიცებულების, რომ ვიღაცა ზოგადად საყენებს, ანუ სახელმწიფოს და საზოგადოებას აყენებს საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა. ანუ აი ეგ არის ჯარი და ეგ არის მსახურობა. და ვინც ამას გააკეთებს და ვინც საკუთარ სიცოცხლეს გაიღებს, ის მოიპოვებს უფლებას, რომ მე გადამიწყვიტოს, მე როგორ ვიცხოვრო და როგორ არ ვიცხოვრო. ანუ აი ესე მოიპოვება უფლება. იმიტომ რომ მაგაზე მეტი მტკიცებულება საზოგადოების ღირებულების აღიარების არ არსებობს. ეცოტა ქრისტიანული ამბავია, რომ არ არსებობს იმაზე მეტი მტკიცებულება სიყვარულის, ვიდრე მეგობარი მეგობრისთვის სიცოცხლეს როცა წირავს, ხო, ამბობს ქრისტე და იგივე არის ჯარი. ანუ ადამიანი მიდის და კი ვამბობთ რაღაც საკუთარი ოჯახის დასაცავად რაღაცა, მაგრამ საკუთარი ოჯახი, რა ვიცი, ნებაყოფლობითაც შეიძლება დაიცვა, ხო, წახვიდე და ჩაეწერო რეზერვში რაღაც. მაგრამ ეს არის პროფესიულად, ესე იგი ის იღებს, რომ მე ვიქნები ამ სახელმწიფოს მცველი. ანუ ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს უფრო მაღლა აყენებს რა. და ამიტომ ეგ ადამიანი ზოგადად არის ბევრად უფრო დაფასებული. ან უნდა იყოს, ან თუ კარგად გავიაზრებთ, რას აკეთებს სამხედრო, რა ტიპის პროფესია არის. უბრალოდ უფლება არ აქვს, რომ ეგ უმაღლეს დაფასება არ გქონდეთ რა. არ ვიცი, შესაშური არის ნამდვილად, მაგალითად,
თურქეთში როგორ ექცევიან სამხედროს ოჯახებსაც კი ან სამხედროებს მაგ ჩემი თვალით რაღაც შევსწრები ვარ რაღაც ცერემონიებს ეგეთ დიდი პატივისცემა არ ვიცი რასაც შეიძლება ვნახოთ ამერიკული ფილმი არ არსებობს სადაც ხსენებაც კი რა ვიღაცა რაღაც მსახურობდა ყველა კარს არ აღებდეს რომ არ საუბრობ კორუფციაზე და იმ კარშუღებს რომ ბასლეინზე იაროს მე რა საუბრობ იმაზე რომ უბრალოდ რა ვიცი პატივისცემას იმსახურებს და აბსოლუტურად დიდი პატივისცემით ექცევა საზოგადოება ხო და ამას გარდა თქვათ არსებობს ეს წინადადება thank you for your service რა ანუ სულ გესმის ეგ მაგალითად სენატში როდესაც სამხედროები არიან დაბარებულები რაღაცას განიხილავენ ყველა შემთხვევაში ეს სენატორები ეუბნებიან რომ დიდი მადლობა თქვენი სამსახურისთვის ხო ანუ აი ეგ არის პირველი მიმართვა როგორც უნდა ელაპარაკოს სამხედროს რომ უბრალოდ უნდა უთხრა მადლობა იმისთვის რომ სანამ მე აქ ვიჯექი შენ სიცოცხლეს წირავდი გაითვალისწინეთ რომ სამხედრო ომში რო გადარჩა კი მისი პროფესიონალიზმის დამსახურება მაგრამ შეიძლება მომკვდარი იყო კიდევაც ანუ მისი გადარჩენა არ არის ის რა ქვია გარანტირებული არ იყო რა შეიძლება მომკვდარი იყო და ამიტომაც უხდი მადლობას ხო და ეს ყველაფერი ამ თქვათ რა ვიცი ისტორიას რო გადახედოთ რომის იმპერია და ეს გენერლების პოპულარობა და ასე შემდეგ რა ეგ რო განიხილოთ კი ის რაზეც დგას იმპერია ის ხალხი უნდა იყოს დაფასებული და შემდეგ უკვე მე სენატში იქნება თუ პოლიტიკაში გენერლების და ყოფილი სამხედროების ჩარევა რა როლს ასრულებდა მაგ იმპერიაში ან თქვათ დღესაც კი თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ცხადყოფს იმას რომ კი პოლიტიკა და სამხედრო სამსახური ერთმანეთთან არის დაკავშირებული და რაც მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში სამხედრო სამსახური უფრო მაღალ საფეხურზე დგას ვიდრე პოლიტიკოს ანუ სენატორი ვერასდროს ვერ გაუბედავს სამხედროს იმას, რასაც უბედავს მაგალითად მის თანასენატორს ან კონგრესმენს. უბრალოდ ვერ გაუბედავს, იმიტომ რომ კი პოლიტიკა მნიშვნელოვანი საქმე იყო, მაგრამ ეს, რა ვიცი, ვიეტნამში იყო, ავღანეთში იყო, ერაყში იყო და რაღაცა ქვეყანას იცავდა, ხო? ეს უბრალოდ ამერიკის პერსპექტივას იმიტომ ამბობ, რომ ფილმში გვაქვს ნანახი ეგ დამოკიდებულება. და ეხლა აქ საქართველოს რო გადმოვიტანოთ, ანუ ჩემთვის ცოტა მძიმე არის, რა ვიცი, ადრე ოდესმე თუ რა ვიცი. ამ ამბავს თავიდან ბოლომდე მოვყვები, მაგრამ ჩვენ რეზერვში ვიყავით აგვისტოს ომის დროს და არასდროს არ დამოვიწყდება. უკვე როცა ჩამოვედით აგვისტოს, ანუ როცა რეზერვისტები გამოგვიშვეს და თბილისში მანქანით მოდიოდი, რა ვიცი, ერთი კვირა არ იყო გასული ამ ცეცხლის შეწყვეტიდან და შემთხვევით რა ქვია მაგას კრილოვის ჯანსუღ კახიძის ქუჩაზე მანქანით მოდიოდი და ქუჩაზე გადადიოდა სამხედრო რა და აი მახსოვს უბრალოდ ენა ჩამივარდა ეხაც ისე ვარ რა და აი ამ ომის მერე რა რა დიდი ომი მე ვნახეთ ხო ანუ რეზერვისტები თქვა წინა ფრონტზე არ ვიყავით მაგრამ რაც ვნახეთ საკმარისი იყო იმისთვის რომ ეს კაცი რომ დავინახე ნუ არ ვიცი არ მიტირია მაგრამ ეგეთი აი ეს გზნობა დღემდე მახსოვს რამხელა პატივის ანუ მობძანდით კი არ იყო რომ არ თუ გინდა დაგიჩოქებ აქვე რა იმიტომ რომ ნახე სინამდვილეში ეს მისი საქმე რა არის უბრალოდ სხვა ემოცია არ მქონდა გარდა იმისა რომ აი ყოჩახ და მადლობა და არ ვიცი ანუ სხვა ადამიანი რაღაც ზეკაცი გადადიოდა ქუჩაზე და დღემდე სამხედროების მიმართ ეგეთი დამოკიდებულება მაქვს ხო რა ვიცი ბიჭებს რო ხედავ რომლებიც იქ წვნაზე მიდიან ან თქვათ ხო ზურჩანთები მოკიდებულები ან ოფიცრებს ან იმან სულ განსდა მაქვს რომ ეს რა მაგარი ხალხი არის რა ოღონდ არ ჩანან ჩვენს გარშემო მაგრამ ჯერ გააკეთეს აგვისტოს ომში ხო ბირთვულ სახელმწიფოს ეომნენ ებრძოლეს და მოკლედ ისეთი დანაკარგები მოკლედ ანუ იმას რომ პროფესიონალიზმს რო თავი დავანებოთ უბრალოდ ომში რო იყვნენ და გვიცავდნენ საკმარის საფუძველია იმისთვის რომ უბრალოდ მთელი ცხოვრება ვიყოთ მადლობელი ომი გვექნება თუ არ გვექნება მშვიდობიან პერიოდში ვარ თუ არა სამხედრო მაინც სამხედრო იქნება და ეგეთ დაფასებას იმსახურებს რა და მე მგონია რომ საზოგადოებაში ეგ დაფასება აქვთ ოსტღვაში ჩემს გარშემო ამას ვხედავ და დღემდე თუ კარგად დააკვირდებით თუნდაც ეს პროტესტის ხალხი ჯარზე როგორ ლაპარაკობთ ხო ანუ გარშემო ყველა გამოვლანძღით ვისაც კი ხმა არ ამოუღია მაგრამ ჯარზე ყველა ჩუმად ვართ იმიტომ რომ ვიცით რომ სხვა ხალხი არის ეს და ისიც ვიცით რომ არც ეგენი არ მიგვატოვებენ საქართველოს როგორც ასეც და იმიტომ რომ არ მიუტოვებიათ აქამდე უბრალოდ ისე ვართ რა პატივისცემით შორიდან და
იმას თუ თავი დავანებოთ რა სიბინძურეს აკეთებენ ზოგადად საქართველოს მიმართ და აგვისტოს ომის მიმართ აი ამ 2 დღის განმავლობაში ჩვენ რაც ვნახეთ როგორ ელაპარაკებიან სამხედროებს გენერლებს აი ეგ არის აი ყველაფრის манифестация რასაც ქართული ოცნება წარმოადგენს ამ ხელა ზიზღით სამხედროს როცა ელაპარაკები მხოლოდ ერთი პერსპექტივა შეიძლება იყოს რომ ეს სამხედრო იყოს შენი მტერი და სამხედროს მტერი შეიძლება ანუ ქართველი სამხედროს მტერი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი ესენი არ ელაპარაკებიან ქართულ სამხედროებს და ქართულ გენერლებს პოლიტიკური ოპონენტის პერსპექტივიდან ელაპარაკებიან აი რუსი როგორც დაელაპარაკებოდა რა აი დახვრეტის წინ რო დაკითხავდნენ და უბრალოდ ეგეთ სცენარიც არ არსებობს აი მაკეინია რომელიც თვითონ მსახურობდა და სამხედრო იყო წარმოუდგენელია რომ გენერალი დაუსვა წინ და უთხრას რომ ტონს დაუწიე მაგალითად რა ანუ აი თან ხო და მაკეინი რატო ახსენე იმიტომ რომ ნაუმარი კაცი იყო და ამას რო აკეთებს სოზარ სუბარი გენერალს ეუბნება რომ ტონს დაუწიეო რა ხო და აი ეგ მომენტი რაღაცნაირად მინდა რომ კარგად გავიაზროთ ყველაფერი იქიდან გამომდინარე რაც ვილაპარაკე რა როგორი გაუაზრებლობა არის ვინ არის სამხედრო ვის ელაპარაკები საერთოდ ვის წარმოადგენს ეს ადამიანი რა დგას მის უკან და რა მესიჯი თუ რა გზავნილი არის ყველა დანარჩენ სამხედროს მიმართ აი სოზარ სუბარი რო ეს ელაპარაკება გენერალს დღეს რო რიგითი არის და გენერლობა რო უნდა რა უნდა იფიქროს რომ ანუ ეს არის ნორმალური არის და ამისთვის ღირს სიცოცხლის ანუ რა საზოგადოება რა სახელმწიფოში ცხოვრობს საერთოდ რა ხო და ეგეთ ნიუანსი შეიძლება ნიუანსი იყოს მაგრამ საზოგადოების რეაქციიდან კარგად გამოჩნდა რომ ზუსტად მაგ დამოკიდებულებაზე უფრო გამწარდა მგონია ხალხი ვიდრე იმაზე რაც ზოგადად აკეთებენ რომ ჩვენ დავიწყეთ ომი მაგის დამტკიცება რომ უნდა იმიტომ რომ ეგ ვიცოდით რომ მაგას გააკეთებდნენ მაგრამ აი ამ ხელა ზიზღის დანახვა საკუთარი სამხედროების მიმართ ცოტა მართლა გულისამრევი იყო ხო და მე ვისურვებდი რომ რაღაცნაირად კარგად მივხვდეთ ვინ არიან სამხედროები და ამათი გაკრიტიკების დროს ვიცოდეთ რატომ ვაკრიტიკებთ რა ანუ მაგალითად აი მაგ ენაში დავინახოთ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ რა ვიცი უზრდელი ადამიანი როგორ ელაპარაკება სხვა ადამიანს ხო არამედ დავინახოთ დამოკიდებულება სახელმწიფოს და ჯარის მიმართ და გავიაზროთ რომ შეუძლებელი არის სოზარ სუბარი იყოს მართველი სახელმწიფოსი რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომელსაც თვითონ როგორც ამბობენ მყისიერი საფრთხე არსებობს რომ ვიღაცა საიდანღაც დაგესხმება თავს ან deep state-ი ჩაქთავს თუ რა თავისივე ვერსიები და სინამდვილეში რუსეთის საფრთხე არსებობს აი ეგეთ ქვეყანაში ესე სამხედროებს არ ელაპარაკებიან ესე გენერლებს არ ელაპარაკებიან რა ანუ გამორიცხული ამბავი არის და ეგეთ ქვეყანაში კი არა მართლა მიჭირს წარმოვიდგინო ქვეყანა რუსეთი რო რუსეთია ვედევეს დღეს თავზე იმხობენ მთელს იმას რა ქვია მოსკოვს და პეტერბურგს ეს უზრდელი ისინი რა ქვია ჯარისკაცები მაგრამ თიც არავინ არ აკარებს ანუ სამხედრო არის სამხედრო და ისევ და ისევ რა მან ცოტა პოლიტიკის მიღმა უნდა ისეთი რამე დავინახოთ რომ ამათ ელემენტარულად სახელმწიფოს გაგება არ აქვს რა ანუ უბრალოდ ჩვენ ამათი გადმოსახედიდან სახელმწიფოში არ ვცხოვრობ სადაც ჯარისკაცი არის ჯარისკაცი რა ვიცი საჯარო მოხელია და ასე შემდეგ ამათ გადმოსახედიდან არსებობს რაღაცა რუსეთი დავალება და ჩვენიანები და იქით უკვე აღარაფერი აღარ არსებობს ხო აი კულტურა ზრდილობა აი ეგენიც უკვე მრავალგზის გადალახული ამბავი არის ხო ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც საზოგადოებამ ვცადოთ რომ სანამ ესენი არიან იქ სადაც არიან ჩვენ არ დავკარგოთ აი ეს ღირსება და არ დავუკარგოთ იმათ ღირსება ვისაც ესენი აცლიან რა ანუ ის რომ დღეს ანწუხელიძე ჩვენ მოგვიწია ანწუხელიძის დაცვა სახელმწიფოში ეროვნული გმირის ხო და მისი სახელის და პოლიციამაც კი იკადრა უკადრებელი, როდესაც დაიჭირეს ადამიანი ამ ანწუხელიძის პოსტერის ჭერის გამო და როცა სტენსილებს დასდევენ ანწუხელიძის და ღებავენ, ჩვენი ვალი არის რაღაცნაირად, რომ სამხედროებსაც კი აუხსნა და გავაგებინოთ, რომ ჩვენგან მათ პატივისცემა აქვს, ის პატივისცემა, რომელსაც ისინი იმსახურებენ, განსხვავებით ამ რა ვიცი რუსი ნამესნიკებისაგან რა, რომლებიც რა ვიცი 12 წლის განმავლობაში ჯარის ხსენება არ ყოფილა საერთოდ, ანუ არ ხსენება არ ყოფილა, რომ საერთოდ ჯარი გვაქვს, ხო? ხო და რა ვიცი ერთხელ გამოვიდა მინისტრი და თქვა რომ ფეხსაცმელები უყიდეთო. ეგ იყო და ეგ. და იმას რომ თავი დავანებთ რომ ყველა წვნიდან ჩახსნილები ვართ, ხო, უკვე ოფიციალურად, ხო? ხო და ამიტომ სამწუხაროდ ეხა რამდენიმე თვე მოგვიწევს
ამ სახელმწიფოს ჩაშენება და ყველაფერი, რასაც ესენი გააფუჭებენ, ჩვენ უნდა ისე ვქნათ, ვიტვირთოთ ამ ღირებულებების ტარება და ვფიქრობ, რომ მომავალ სახელმწიფოში, რომელსაც ჩვენ დავაფუძნებთ ამათი გასტუმრების შემდეგ, ჯარს უნდა ქონდეს ის ღირსება, რომელსაც ის იმსახურებს და მე მახსოვს, როგორ ვამაყობდი ქართველი ჯარისკაცებით და მახსოვს სახელმწიფო როგორ ამაყობდა ქართველი ჯარისკაცებით და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ და ძალიან მალე რომ ისევ რაღაცნაირად ეგ განწყობა საზოგადოებაში არსებობდეს, რომ ჩვენ გარშემო არის ხალხი, რომელიც სიცოცხლეს გაწირავს ჩვენი გულისთვის და ეგ მათი დამსახურება არ დაიკარგება რა. და უმნიშვნელოვანესია რომ მათაც ეს იცოდნენ. მოკლედ ესეთ დღეში ვართ და ესეთ რაღაცებზე გვიწევს ლაპარაკი, მაგრამ იმედია მალე ყველაფერი დამთავრდება. მოკლედ გავუმოჯოს ჩვენ სამხედროებს, ჩვენს ჯარს და რა ვიცი, ძალიან უფრო ნაკლები გქონდეს ესეთი სამარცხვინო დღეები, როგორც დღეს მოგვიწყო ჩვენი გენერლების დამცირებით ივანიშვილის რეჟიმი. ეგ არის და ეგ.